მოგესალმებით, ჩემი დროფესებო. ეს არის არქიტაროს მოყვარულთათვის და დღეს მინდა გავაკეთო საჯარო გაშლა თქვენი ჩაფიქრებული ადამიანის ფიქრი, გზნობა და მოქმედება უახლოესი 2 თვის ტენდენცია. შეგახსენებთ, რომ ეს არის საჯარო და ყველაზე ერთნაირად არეზონირდება, თუმცა საჭირო ინფორმაციას მაინც აღმოაჩენთ თქვენთვის და პირად კონსულტაციებთან დაკავშირებით მითითებულ ნომერზე შეგიძლიათ დამეკავშირდეთ Viber და WhatsApp-ი. მაშ ასევე, ვინ არის თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი? და რა ენერგიებშია. აქ არ არის კომუნიკაცია, აქ არ არის ურთიერთობები, ეხლა არ მოქმედებს, შესაძლებელია ურთიერთობა დამთავრდა ერთ სიტყვაზე, ერთ წამში, აბსოლუტურად მოულოდნელად. უბრალოდ აღნიშნავ იმას, რომ ნახეთ, წარსულის ტენდენციები მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. აქ შესაძლებელია ურთიერთობებს განვიხილავდეთ მათ შორის სამკუთხედს, ის თუ ქორწინებაშია, ეხლა მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგავს მის ქორწინებაში, იმიტომ რომ ძალიან დიდი საშიშროება ემუქრება მის ქორწინების ნგრევას. პარალელურად აუცილებლად აღნიშნავ იმ ფაქტს, რომ აქ ქურუმი ქალი ამოდის, აქ არის ინტუიციას მიაქციათ ყურადღება უდაოდ და იმ უზარმაზარ კედელს, რომელიც არის თქვენს ურთიერთობაში. ეს შეიძლება იყოს მენტალური კედელი, შესაძლებელია იყოს პირდაპირ მნიშვნელობით რაღაცა საზღვრები, რომლის ყვითაც სამწუხაროდ დღესდღეობით წარმოუდგენლად მიაჩნია. კიდევ, დამოკიდებულებები, აქ ეშმაკის ენერგიის ზეგავლენა ნამდვილად ფიგურირებს, აქ არის დამოკიდებულება, აქ არის ძალიან დიდი მიჯაჭვულობები, ღრმა მიჯაჭვულობები, შესაძლებელია განვიხილო თქვენი ურთიერთობა როგორც მხარული ურთიერთობა, განვიხილო როგორც აკრძალული ურთიერთობა, ამიტომ ჯერჯერობით თავს იკავებს. ეს უზარმაზარი კედელი, რომელიც აღიმართა მისი მხრიდან არის აღმართული და თუ ის ქორწინებაშია, ჩემო ძვირფესებო, დღესდღეობით 360 გრადუსით მიტრიალებულია იმ სტაბილურ ურთიერთობისკენ, რაშიც იმყოფება. საკმაოდ კარგი მანიპულატორი, საკმაოდ კარგი მსახიობი, ესე ვიტყოდ, იმიტომ რომ ზუსტად იცის ადრას სცენა ითამაშოს. გატრიალებული ზურგით დგას თქვენთან და უყურებს ახალ ჰორიზონტებს. შესაძლებელია პირდაპირ მნიშვნელობით სადმე გამგზავრებასაც გეგმავდეს. უახლოეს სამ პერიოდში 3 დღე, 3 კვირა, 3 რიცხვით შესაძლებელია განვიხილოთ. მოდი ვნახოთ თქვენზე რას ფიქრობს ამ გადმოსახედიდან, რას ფიქრობს. ფიქრობს, რომ რამეს ხომ არ უკეთებთ. მაგიის თვალსაზრისით. რატომ ფიქრობ ესე? კი, აქ სამკუთხედი შემიძლია განვიხილო, იმიტომ რომ არჩევანია დღესდღეობით ამ ადამიანის ცხოვრებაში, ფიქრობს, რომ შესაძლებელია თქვენ გქონდეთ რაიმე უკვე გარკვეული არჩევანი და ეს აბსოლუტურად აღარ არის საინტერესო ეს ადამიანი თქვენთვის, ამასაც ფიქრობს თქვენზე. ნახეთ, ეს სექსუალური მიჯაჭვულობა დღემდე აქვს უზარმაზარი თქვენს მიმართ. გრძნობაზე და უზარმაზარ სიყვარულზე არ ვსაუბრობ, მაგრამ ვნება უდაოდ ჯერჯერობით კიდევ არსებობს. არ უნდა თქვენი დათმობა, ნამდვილად არ უნდა თქვენი დათმობა, მაშინ რატო იქცევი ესე? კარმაა თქვენი, ერთგვარი კარმა, ერთგვარი გამოცდილება, ერთგვარი განსასჯელია თქვენი ეს ადამიანი და ეს ურთიერთობები, ან ეს ადამიანი მისთვის მოვიდა თქვენს ცხოვრებაში, რომ ძალიან ბევრი რაღაცა გადაახარისხოთ, კარგად დაფიქრდეთ, რა არის თქვენთვის ღირებულებები, ღირს თუ არა საერთოდ ასეთ ურთიერთობებში ყოფნა, ტოქსიკური, არატოქსიკური, გაურკვეველი და ასე შემდეგ. აქ წარსული უნდა გაანულოთ, ჩემი აზრით, აქ წარსული უნდა გაანულოთ, უნდა დაიწყოთ ახალი ნაბიჯები, უნდა დაიწყოთ ახალი ცხოვრება, ახალი ფურცლიდან, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ადამიანი ყოველთვის შეგექმნით დისკომფორტს, აქ ყოველთვის იქნება დისტანცია, აქ ყოველთვის იქნება კითხვის ნიშნები, რაზეც პასუხები არ გაქვთ. ადრე თუ გვიან მაინც დადგება სიშორე, გამოანათებს მზე, მერე ისევ იგივე ციკლზე იტრიალებთ, აქედან გამომდინარე გადაწყვეტილებები თქვენ თვითონ უნდა მიიღოთ. სამკუთხედი არსად არ ქრება, მეგობრებო, თუ ეს სამკუთხედი პირდაპირ მნიშვნელობით არ არის, მაშინ გეტყვით იმას, რომ აქ საკმაოდ მკაფიო თერევია. მისი მეგობრები, მესამე პირები, მშობლების თვალსაზრისით ნათესავებს ყველა შემიძლია ამ შემთხვევაში განვიხილო, ნებისმიერი ადამიანი ან ყოველთვის მოხდება ფათური თქვენს ურთიერთობაში, ხელების ფათური. არ არის წინააღმდეგი ეს ადამიანი იმის, რომ ვინმე ჩაერიოს, ვინმე თქვა ასწავლოს, როგორც ჩანს, საზოგადოების აზრს საკმაოდ ითვალისწინებს, ამიტომ ცოტა ისეთია რამში შარაც შემიძლია გითხრათ. თქვენ უფრო ძლიერი ქალის სტატუსში ამოდიხართ, ვიდრე ის. კარგი. გრძნობა აქვს, მოდი ვიკითხოთ, გრძნობა აქვს. გაურკვეველი გრძნობა აქვს. ნახე, ის ფაქტი, რომ თქვენ ხართ პენტაკლების დედოფალი, ძალიან შემდგარი სექსუალური და სტაბილური მნიშვნელოვანი ადამიანი, ეს უდაოდ ნამდვილად, თუმცა აქ გრძნობასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება ძალიან გამიჯერდება. ყოველ შემთხვევაში ამ გადმოსახედიდან. გეგმა რა აქვს? გეგმა აქვს, რომ რაღაცა შემოგთავაზოთ, თუმცა იცის, რომ ეს მისი შემოთავაზება თქვენთვის არ იქნება ბოლომდე მისაღები, იცის, რომ გული გადგინათ, იცის, რომ განიცდით ეხლა და რაღაცა განცდებში ხართ, გაურკვეველი სცენარია თქვენს ურთიერთობაში. კიდევ ერთხელ გეტყვით იმას, რომ აქ პირდაპირ მნიშვნელობით შესაძლებელია სამკუთხედიც განვიხილო, სადაც დღესდღეობით ის მესამე პირები აღნიშნავენ გამარჯვებას.
კარგი, გეგმა გავიგებო, გინდა რაღაცა შესთავაზო, მაგრამ არ იცი რა პასუხს მიიღებ. ეს გავიგეთ, თუმცა რეალური ნაბიჯები რა იქნება? რეალური ნაბიჯები იქნება, მეგობრებო, ნახეთ, იქნება, მაგრამ ამ რეალური ნაბიჯების შემდეგ ისევ არჩევანის წინაშე დაგაყენებს, თვითონაც არჩევანს ვერ გააკეთებს ბოლომდე, ამიტომ ისევ მოხდება ერთი და იგივე ციკლზე ტრიალი, მისი მოbrunება, მე ისევ ღალატი, მე ისევ გატრიალება ურთიერთობებიდან მიუხედავად იმისა, რომ გრძნობები არსებობს ამ ურთიერთობაში, ნახეთ, ორიანი ხმალი არ მიყვარს ამის ენერგია, ქაოსი და გაურკვევლობები. თუმცა იმისთვის რომ მოხდეს თქვენი ურთიერთობის დაალაგება, ნახეთ როგორ ჩქარობს კარტი და ახლა ნახეთ გამხმარ ტოტებზე გამოსული კვირტები ნიშნავს ხელახლა ენერგიის თუ სიცოცხლის შეძენას ურთიერთობაში, ამისთვის გჭირდებათ აქ არის წმენდის რიტუალები, აქ არის ბალანსი ურთიერთობაში, აქ ჭირდება დახმარება თქვენს ურთიერთობას რეალურად ადამიანებისგან, რომელიც მართავენ ენერგიას. ოღონდ არაჯადო რასაკვირველია პირიქით, განთავისუფლდით იმ რაღაცა დამოკიდებულებებით, რომ მიქაელ და ეშმაკის ენერგია და მათ შორის მაგიც შემიძლია განვიხილო როგორც ზეგავლენები მაგიის თვალსაზრისით ამ ადამიანზე, ამიტომ იმისთვის რომ მოხდეს თქვენს ურთიერთობაში სასიკეთო ცვლილებები, აუცილებელია ეს ტენდენცია, ეს ნიშნავს განბანვას, გაწმენდას, ბალანსს და ურთიერთობის დაალაგებას. ამიტომ მიაქციეთ ამას ყურადღება, თუ კი თქვენთვის ამ ურთიერთობას მნიშვნელობა აქვს. მოკლედ, მიყვარხართ დროებით და მომავალ შეხვედრამდე.